ლექს ვერ ვიზეპირებ, რა უქნა? სკოლა რო გავაცდინო. რა სკოლას გააცდენ, კაცო, მე გასწავლი. ისევ სწავლობდი ხოლმე ბავშვობაში ლექსებს წყალივით. მოიტანე მიდი წიგნი. დაიწყო ჯოჯოხეთი. ოღონ წყლის ჯოჯოხეთი. ბევრი ჭიქა წყალი ყელი რო გაუშვება ნერვიულობისგან და ბევრი ცრემლი. მომეცია, აბა, ანა კალანდაძის ლექსიკონია, ხო? დაიწყე, აბა, ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადარი, გაიმეორე. მან იცი რა ვერ გავიგე, ქარი მღერის თუ ნანა? ისა, ქარი გიმღერის ნანას, ანუ ქარი გიმღერის იავნანასო. ეს უნდა რომ თქვას ავტორს, ახლა ცოტა რომ ჩავუღრმავდეთ რა. ძალიან მაგრა ჩავუღრმავდი, ეგ წერია ისედაც. ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადრაკი. ჭადრაკი კი არა, ჭადარი, ბიჭო, ზღაპარს გიამბობს ჭადარი. ზღაპარს გიამბობს ჭადარი. მერე ძეწნა მალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი. გაიმეორე და მე მთლიანად გადავაბად. ძეწნა მალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი. ძეწნა რა არის? რა მნიშვნელობა აქვს ახლა მარიკო ძეწნა რა არის? დაიზეპირე მიდი გაიმეორე. რატო ინგა ჩაუღრმავდი კიდე კარგად გამოგდის? ხო, მიდი ახლა მთლიანი სტროფი გაიმეორე. დაიწყე ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს. დედა, ეს სიმღერა არ არის? ქარი გიმღერის ნანასა, ხო, დედა. აუ, სიმღერით უნდა ვისწავლო? აუ, გთხოვთ ეგარ გააკეთოთ. ხოთიკო. აუ, ჯერ ვერ გამოვალ რა მიზერება მაგრად. ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს. კაი გამოვალი ხლები და მილუტი. ომარიკო ცოცხი მოიტანე მიდი რა, მანდებ შემოსასვლელში. ცოცხი რა თქმა უნდა, წეგან ხო დაგავესახლი. კიდე კეფჩები დაყარა ანასტასია? არა მოიტანე, დადექი მანდ. დაიჭირე, ეგრე დაიჭირე. დამინიავა მიდი რა გეხოცა მიმცხელა გავიგუთე. ხო, კაია წამოიღო. რა ხდება ინგა? კირა და კლეოპატრა. ყურუტი გახსენ თუ რას აკეთებთ? აუ, ჯამაყენა და მანიავებინებს ასე. წელი საფხული ცოცხით უნდა ვიძგე? არა თუ ჭკვიანად მოიქცევით. რაღა გახდა ერთი კონდიციონერის ყიდვა? რაღა გახდა და ფული უნდა ყველაფერს, კაცო. ძლივს რაღაცა დანაზოგს მოუყარე თავი. მით უმეტეს თუ დანაზოგი გაქვს. მიდიაშია ფაზაკლება 1 ივნისამდე 30%-იანი ინვერტორულ კონდიციონერებზე და მოასწარიყიდო რომ მთელი ზაფხული არ გაიგუდო კიდე სიცხისგან. ხო, გახსოვს წინა ზაფხულში რეებს აკეთებდა. ერთხელ ღამე რო გამოვედი ტუალეტში, გაღებული მაცივართან იჯდა. რო კითხე რა საკეთებ მეთქი, წიგს ვკითხულობ მაცივრის შუქზე, არა და ცხელოდა. ის არ გამომიტოვა სველი დასაჭრელად დადიოდა მთელი ზაფხული. ის არის ხმაკენდა რომ გამოიღებდა პირდაპირ იცვამდა ხოლმე. ხო და აცი ნორმალურად მომიზოდოთ ზაფხულისთვის. წავიდით მიდიაში? კაი ხო, წავიდეთ. მაგრამ სადავაყენო ხო კონდიციონერი იმას ვფიქრობ რომელ კეტელზე. დე, ჩემო თახში რა დავაყენოთ, მაინც ჩემ სამეცადინო მაგიდაზე ინახავ ხოლმე ქვაბებით საჭმელებს. ხო, რო იცოდე ის ბადრიჯანი აყროლდა უკვე. დედა თურმე რისი სუნით გაზდილი-დან, მიდი ომარიკო გადაყარე რა იქ ბადრიჯანი. სანამ წახვალ ჩემთვის 10 ლარი გაქვს გადასახდელი. 5 დასუფთავების და 5 დანიავების. დე, ჩვენ კარებთან ისევ ზაღლმა მოფსა. დედა მაგზაღმა ხო გადამიყოლა კიდე კაცო. სპეციალურად ამოდის მესამე სართულზე. მიფსავს კარებთან და მიდის მერე. ძილეთაც მოფსა და მე გადავიდეთ ცხე ვაჭამე მერე მაგზაღს და ისე გავუშვი. აი რო აჭმევ მაგიტო მოდის რა. მაგასაც ვეღარ ვფიქრობ უკვე სულ ეს ევროპა და რუსული კანონი მიტრიალებს თავში. ანასტასია რამე სიახლე ხო არ არის? მიტი სიახლე რაღა გინდა? გვინდა ევროპა და გახსნილიყო ფანჯარა ევროკავშირის შესასვლელად, მაგრამ ეს კანონი გვაფერხებს. ევროპელები ამბობენ ამას, თორემე კი არ ვიგონებ. 80%-ზე მე საქართველოში ევროკავშირის შესვლა უნდა. თან დამოუკიდებლობის დღე როა დღეს. ეგ დამოუკიდებლობა რო გიყვარს, მაგიტო გვინდა ევროპა, მაგიტო უნდა ავიმაღლოთ ხმა ყველა. თორემე ეჭვან მეპარებ რომ გაგათ იქნება ყველაფერი. უბრალოდ უნდა გავუძლოთ ახლა ყველამ ამ რაღაცა რთულ პერიოდს. დე, მეც რთული პერიოდი მაქვს. ყველა საგანში მაქვს დასაწერი დავალება და სამი შემაჯამებელი კიდე. ნიტამის პრობლემები მომცა რა. აქციზე კიდე უნდა გავიდეთ ლიადიიდე და გამოკვევი. ოღონდ ის ბლინები უნდა წამოიღო უეჭველი. აუ ყველაზე მაგარი იცით რა არის, რომ ამ მოვლენებმა ერთიან სამოქალაქო საზოგადოებად გვაქცია, გაგვაერთიანა. აი ეგ სამოქალაქო საზოგადოებაა და მედია, რომელიც ყოლობდეთ უნდა შევასრულოთ ის 9 თითება და შევიდეთ ევროკავშირში ახლა. მე წავიცი ახლა მეც ბლინებს გავაკეთებ რეცეპციის 9 თითებით. ანასტასია ძალიან კარგი ყავა იყო, პროფესიონალი ხარ. ეხნით ჩვენ ქვეყანასაც შეესრულებინა ეგ დროულად. არა უშავს ყველაფერს თავისით რომ თავი რო სწორ გზაზე გავარ და ყველაფერი კარგად იქნება. შემაჯამებლები თუ ვერ დავწერე ვერ იქნება ყველაფერი კარგად. ის ბავშვი გააჩუმეთ. დენა თომასოლებენმა რაბატში მივდივართ ექსკურსიაზეო და 60 დარს აგროვებენ კლასელები.
როგორ მეზარება ეხლა ეს ექსკურსიები და ხაჭაპურის ცხობები რა. დამაცადე ცოტა ხანი სიას ვწერ. მოღალატეების სიას წერ თუ საყიდლების? აჰა. საყიდლების, ოღონდ წიგნების, ხო, ხვალ იწყება წიგნის ფესტივალი, 2 ივნისის ჩათვლით იქნება და რომელიმე დღეს უნდა მივიდე. ჩემი კლასის მშობლების კრება რო ახონმე იქ არ მოდიხარ და მან დასარჩევად გაქვს საქმე. შემიდა რა ახლა წიგნის ფესტივალი მშობლების კრებას რა. თან ამისი კლასის მშობლები რო აღაყანდებიან ხოლმე ერთმანეთის ხმებს პარავენ და სად ახლა წიგნის ფესტივალი რაღაცა კულტურული მრავალფეროვანი და რაღაცა ისეთია. აუ ჩემ თანამშრომელს აქვს დაბადების დღე ამ კვირაში. ხوار წამოვიდი 1-2 წიგნი უყიდო, კაი ფასები იქნება? მაგისტვის არის გოგო, ფაზაკლებებია ყველაფერზე. თან როგორც გავიგე რაღაცა ღონისძიებებიც იქნება შეხვედრები და ისე დავიმთხოთ მივიდეთ, ხო? ომარიკო, მან რო დავდე ფურცელი წიგნების სია, ნახე. მიმიწერე გაბრიელ გარსია მარკესი. კესი. აჰა, მივაწერი. თევზაობაც იქნება იმ ფესტივალზე? რა თევზაობა, მარიკო, რეებს ბოდიალო, კაცო. შეხედე რა დაუწერია. გაბრიელ გარსია ანკესი. ჩატოვებდნენ ერთი მაკლასში რა. ვა, მიროვნახე შეხედე, ბევრი ინფლუენსერი იქნებაო, მსახიობებიც, დაიცა. თიგრავა ხარ აშვები. გოგო ამ დღეებში ხარ გავიდეთ ექსპო ჯორჯიაში წიგნის ფესტივალზე, მსახიობებიც იქნებიანო. არა გოგო რა ტიმოთი შალამი, ქართველები. აუ შემიშვიდა. შენი დაქალები კიდე. ერთი წიგნი რო გადააშლებინო არ გინდა. თიკლა მერთხელ გითხრა წიგნის ფურცლებზე მაქვს ალერგია და მაგით ვერ გითხულობ წიგნებსო. მაგის მერე მაგ თემაზე აღარ გვისაუბრია. აუ ირაკლის დაბადების დღე მოდის ხო გახსოვთ? საჩუქარ გვაქვს მოსაფიქრებელი. სადმე არ გაიპარება იმედია წელსაც. აუ ძალიან გთხოვთ შარშანდელი არ გამახსენოთ. რა ტიპის სახში რა დავადე კიდე თვითონ რო არისო. დეგენერატ მოკრუაშოვ ამერიკი და მე ჩამაყოფინე ტორჩი თავი. 2 დღე ნესტობიდან კრემს ვიცხლიდი. ნიკასთან და სოფიკოსთან ერთად დატყდება ისევ სადღაც და მეგონი რომ საერთოდ არგეს არაფერს ყიდვა. სახში დადგომა ხო მით უმეტეს. ან შეგვიძლია რომ ტორტი ვიყიდოთ და ჩვენ ვჭამოთ. ტორტზე მეტად ამ საყვაროში მხოლოდ ძილი მიყვარს. აუ უკრაშულის თორი ნახეთ. მანქანაში რეჟის და ვიღაც ბიჭს სამის ბაყობზე რა უდევს ხელი. იცით რა მინდა მიმეწერა? ცელულიტის მასაჟები თუ გინდა სალონში იარეთ, ხო? და მე გადაიფიქრე, ხო თმებითრევები რო გაგახსენდა. გახსოვს 2 დღე ყმარო გტკიო და მაგ ჩხობის მერე და მარტო პიურე რო გეჭმეოდა. ხო, კარგად მახსოვს რომ მოვინახულეთ ტორტი მიუტანეთ თეკლასაც, მაგრამ არ ეჭმეოდა და ისევ მე შევჭამე. სპეციალურად ვქენი. აუ ნიკას მივწერე, ხო იცით, რა შევით ირაკლის დაფთხეზე თქო და ჯერ არ მოუწერია. დილით მიწერე შენს? არა, ეხლა 40 წამის წინ და ტიპი მაიგნორებს. აუ მაია მასწავლებლების დაბადების დღის როაზე გრამი უნდა უყიდოთ უეჭველი როგორ უყარვართ ჩვენ სამი. მე ვიფიქრე უკვე მაგას და ძალიან მაგარი შარფი ვნახე ერთ-ერთ გვერდზე. დაიცა დასკრინული მაგ. აი. ის რა არის? უგიმონოების გვერდი დასერჩი თუ სად მიაგინი ამას? არ მოგწერე შენ ნიკა? არა და იმედი გადამეწურა უკვე. აუ მაია მასწავლებელი შეგვიძლია რომ ტორტით დავადგით ღამე. მაია მასწი არის ალერგიული კრემზე და ძალიან გაგეთიცი ეგ მე მგონი შენს, ხო? ხო რავი. ანასტასია ვასოს ფუტკარ მაუკმინე და სახე დაუსივდა, ექიმები იყვნენ ეზოში მოსულები. ალერგია ქონდა ალბათ და მაგიტომ. ერთხელ ჩვენი კლასელი ოქროშვილიც დასივდა ეგრე, მაგრამ ჩვენ ვერ გავიგეთ მაგასაც ფუტკარ მაუკმინე თუ უბრალოდ ფილერზე ქონდა ალერგია. ხო ეგ სავარაუდოდ ჭარბი ფილერის გამო მოუვიდა. დედა სად არის? საჭმელს გავაკეთებო და სულ გაქრა. აზია რა ვარ, მე მგონი მაღაზიაში ჩავიდა. აუ მე წამშია. მე ჩამოთახში ვიქნები. ამარიკო ეგ ჟალატოსი დაგვიტოვე რა. აი შეგარგუსთიკ ძალიან უხარია ხოლმე ომარიკო საქრო მოდიხარ. მოვედი, დედა ისეთი ამბავი იყო ეზოში, ბავშვისთვის უკმენია რაღაცა კრაზანას დასივდაო და მეთქე ომარიკოს ხარ დაემართა რაღაცა თქო და თქვენს მერე ვასო იყო და დამშვიდდი. აუ ინგედი და კიდე იცით ვინ გასივდა, აღენთ ბოღმით. ლეკიშვილის მშობელი, თამრიკო დეიდა. გუშინ საღამოს დაგინახა თქვენი მანქანით და დაიბოღმა. დედა გუშინ საერთოდ არ გავსულა კაცო მანქანით, სადამინახან ეტა. ვინმე სხვა შეაერეოდი უეჭველი. თიკურა შუბ მოხვდი უკვე. კაი ჩამოვდივარ, ოღონდ რომ დამინახავ წვილი არათი ხო? მანქანის გასაღები უპარე ინგას. კაი. გოგო, ნიცის რა იგრძენი გუშინ? რაღაც ისე შემატორტმანა მეც, ხო? მე მგონი რომ ვერ ვიგრძენი, მაგრამ ძილეთ რომ შევედი Facebook-ზე ყველა იმას წერ და მიწაინძრაო. ისე შეეშინდა გუშინ დიაჩემს რომ წამარცავდა. კი არ შემეშინდა, გითხრა ეხლა რა მოხდა. გუშინ რომ შემაქანა მიწის დრო მეთქი ისევ თემა მიწია თქო გოგო და გამოსული ვიყავი კარტოფრილი უნდა დამელია. მე გამოვარდა ეს ვაჟბატონიც და დედა ყანყალებდი საწოლში და მივხვდი რა ხდებოდა.
ძე, გახსოვს ერთხელ რომ მოხდა მიწის დრო და მე რომ მატრასის ქვეშ ვიყავი ჩავარდნილი საწოლში. და რაც მე ეს ვეძები გოგო, მაშინ მეთქი მიწამ ჩაყლაპა ბავშვი და ეგ არის თქო და თურმე საწოლს ჩაუკლაპია. რუსეთში რომ ცხოვრობდი სამწუხაროდ ერთხელ იქაც ეძრა მიწა, მაგრამ იქ არავის გაკვირვები, ეგ ქვეყანა ხო ისედაც შერყეულია. ლიადეი და კიდე იცი, გუში რომ მიწის დრო მოხდა, და ჩემი პიჟამოებით გამოვარდა ოთახიდან და გამოხეული ქონდა უკან შარვალი. და ბრეებს ლაპარაკო ბიჭო, რა გახეული სტილია ეგეთი კაცო. სტილი რანაირად არის აბა ეხლა მოგეჭვენები იწოდე. დროზე. ძე, გარგარში მატლი ვიპოვე. და რამატლი იპოვე, ომარიკო არ გამაგიშო ოქროსავით გარგარი ვიყიდე. ვიპოვე, შეხედე. ოღონდ ნახევარი მატლია და მეორე ნახევარი სად არის? შენ კუჩში. ალბათ ნახევარი გადაყლაპი უკვე რო ჭამდი. ფუ, მატლი გადავყლაპე? ძე, რა ვქნა? მიდი სოდიანი წყალდალია და თუ რამე ცუდი იქნება მოკლავს. რა ვიცი ისეთი მწიფე შემოხდა. იქნებ საერთოდ არ იყო იქ მატლი ცუდი. იქნებ კეთილი იყო. ნუ ლაპარაკობს სულელებს ერთ შენი ჭირი მე რა. კეთილი მატლიც ადგინახია, ვერ გავიგე. მე სხვა გარგარს აღარ შევჭამ. იმაშიც რომ მატლი იყოს. რაში უნდა იყოს ბიჭო, მატლი 5 ლარი გადავიხადა 1 კილოში. სუჭიანი გარგარი მიყიდი. გარგარის გამყიდველი ხვალ ცუდღეში აღმოჩნდება. სკანდალი რო დაატყდება თავს. და ვინ შეჭამს ახლა ამას? ინგა. მოდი ლია აქეთ ვართ. დაიმე ისეთი გარგარი უნდა გაჭამო ოქროსავით დაჯექი. ძე, შეხედე მთვრალი კაცი ამოვიდა. დელია რანინანი. გზავრობა რა ღერს. 1 ლარი. დიდი მადლობა ქალბატონო. რას გამოველაპარაკე მაგარი ვარ მეც რა. ძე, შეხედე როგორ კოჭაობს, ბარათი ვერ დაუმიზნა რომ გადაიხადოს. რა სუნია მოიტანა. ფანჯრები გამოაღეთ რა. აქ მოსვლა არის სასჯელი. სხვას დიაქში ნუ დაჭიდებით ქალბატონო. თქვენი სახელი? როზა. ქალბატონო როზა. ვარდივით ქალებძანდებით და ქარმა ფურცლები არ გაგაყრებინოთ. დიღომში შენ მიდიხარ ხო პატარა ბიჭი? ეს მშვენიერი ქალბატონი. რა იყო ქალბატონი რამ გაგაბრაზად? ვარდივით ქალებძანდებით და თქვენც არ გაყაროთ ფურცლები შემთხვევით. გამეცალე ახლა ერთ შენი ჭირი მე რა. ფურცლები არ ვიცი და კბილებს ნამდვილად გაყრე ჩათასთან მოვკიდე ხელი ახლა. გამარჯობა ქალბატონო, რა მოხდა ადგილზე რომ გითხრათ? რა მოხდა ჩემო კარგო და იმ მთვალა მამაკაცმა შეაწუხა ეს ლურჯიანი ქალბატონი ამანაც რომ ვეღარ მოიტყნე შემოარტყა ჩანთა საყიში. გაყარე იმ წაწოდავა კბილები და გვისაგერ ახლა მეიზოვი. აი კიდე ერთი წალი. აი ის ხარიჭი კბილი. მე სტომატოლოგი ვარ და ვერკვევი. ანასტასია მეტროსთან მომაკითხე რა პოლიციამ დაიჭირა დედა. ხოდა ვიღაც კაც კბილები გადმოაყრევინა. აი მე პოლიციამ გამაჩერა რა. ახლა გადავრჩებოდენ ნეტა რა დავარღვიე. დიეტა რო დაარღვიე, მაგიტო ხარ გაგაჩერა. წადი რო ჭამე გუშინ საღამოს. აი მე ჯუმათ იყავი ახლა. წითელზე ხარ გავიარე ნეტა. გამარჯობა, ოფიცერი კვირიკაშვილი, თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ეხლავე. აი ინებეთ რა დავარღვიე თუ ნებას მომცემთ რომ ვიკითხო. რა არა ქალბატონო, რაები. წითელზე ხო გაიარეთ თავიდან. ორმაგი ღერძულა ხო გადაკვეთეთ და ზოლიდან ზოლში გადასვლისას ციმციმას არ თავდით. და კიდე ზებრაზე ყავდა წეღან დაპარკინგებული მანქანა უკან აფთიაქთან. გეტყვით ახლა რატო ვიყავით აფთიაქში? ჩემი შვილი ეს მიმყავს ექიმთან სასწრაფოდ რაღაცა გულის წასვლები დაჩემდა ბავშვს. გულის წასვლები მეთქი. ვაიმე, აი კიდე წაუვიდა. გული რანაირად წაუვიდა ქალბატონო, მაგრამ რაღაცას ჭამს, აი დააკვეთით, ღეჭავს კიდეც. აი კი არ დამირტყამს, ასე ვაფხიზლებ ხოლმე გული რომ ისდის. კარგით, დავბრუნდები ახლავე. ამერიდან დაგზანდები ხოლმე უკან. წინ დაჭდომას ვეღარ ეღირსები შენ. აუ რა გინდა, მე რო რამე დამეშავებინა, შეკე გაგაჩერებდა პოლიცია. აი ეს თქვენი საბუთები. რა ხდება აქ? ქალბატონო, ბავშვს რატო ურტყავთ? ვაიმე, კი არ ურტყავ, ზელატოსი გადაცდა ბავშვს. ამოისუნთქე? ხო, შენი ბრალია რო გადამცა, რო დამემუქრელა მის გავიკურე. კაჩულის მოსნივარ და ხარისხით ვარ ჩეული. ცხოვრებაში მიზანი მაქვს ვიყო გამორჩეული. აუ ეს სნუპდოგი გააჩუმე თვინმე. თვინი მეთქინა.
როდის დაიწყება სკოლა რომ მიუჯდეს ისევ წიგნებს. დავალებებიდან არ უნდა ავაწევინო თავი ამას. რაიმე თავზე გამახსენდა. მიდი გეხოცები ციტრამონი მომიტანი ანასტასია რა მისკდება თავი დღეს. მოგიტან ხო? რამე გამაჩუმებელი არ გვაქვს ამას დავალებინოთ? აუ შენ რა გინდა? ბავშვებმა კლიპი უნდა გადავიხოთ და მე მითხრეს რომ რეპეტი იყავიო. რაიმე ისევ სოფელში რაც კი ბავშვებაში კონცერტები გავიკეთებია ხოლმე, სუწამყვანი მომღერალი ვიყავი ყველგან. ჩემ ხვალზეა წამოსული ეს. ხო და ეკვალი ოთახში მიდის და გაყევით, შევწუხდი. ასე თვით მიწავალთ, იქ უნდა ვნახო და მოვალ ცოტა ხანში. ანასტასია ზერატოსები გვიყიდე რა კლიპისთვის გვინდა ბავშვებს. შეხედი არც კი შემომხედა. განებეო მარიკო თავი და მოისვენე შენც. ან კიდე რა კლიპები აგიტყდა კაცო ამ ხელა ბიჭი ხარ უკვე. აუ რატო მიშლი? თუ გინდა შენც გადაგიღებთ კლიპში. ხო ეხლა მოვედი სახში გამოვიცვლი და გადმოგიდიკავ. რა ხდება აქ? ბაშოი განათლება დააყენე ეგრე. ვერ ხედავ კაცო გადაღებები რომ მიმდინარეობს. გამოიწი და შედი შენ ოთახში მიდი. მარიკო, აბა ასე რომ დავდგე. მარიკო, მაგვიყევი სოფლის ამბები. კაი იყო? აუ ძალიან მაგარი იყო. იქაც ბევრი ბავშვები იყვნენ და სულ თამაშობდით ხოლმე. ერთხელ ცხენით მაგატავა ბოსტანაციან. მე ვერ წავედი სოფელში, მამაჩემს პრობლემები აქვს და მანქანა გავყიდეთ. ხო, ცუდია. ალო. მარიკო, ამოდი ჭამე და ჩადი ისევ. აუ ჩოკოსოკოს ჭამ, ამოვალ ცოტა ხანში. იცით სოფელში ერთი მიტოვებული სახლი იყო და შეგნით ბავშვებმა თქვეს სულები ცხოვრობენო, ვერ გავბედეთ შესვლა. მართლა? ხო, შეიძლება და დაეხოცეთ სულებს. აუ გამოიღეთ ცხვირიდან თითი რა, თორე აღარ გატმევ ჩოკობოის. შენ არ ამოიღო მე დაგიღარ. ხო, ამოდი ბიჭო, გავაკეთე საჭმელი. ამოვალო. შეხედე დედა მის ცოტნეს მანქანაში მიათრევს, სად მიდიან ნეტა. მე მგონი ცოტნე პრიუჩუნა ჩააბარონ, მეც მემუქრება ხოლმე დედა ჩემი. ცოტნეს დედას გაქანებული ნევროზი აქვს, დამიყარე კიდე. მეტი აღარ მაქვს. საწყალი ცოტნე პრიუჩუნა ჩააბარებენ. მოვინახულოთ ხოლმე, დაიცა. დი პრიუჩუნა ნომერი ავტობუსი მიდის. პრიუჩს მოგცემ ეხლა, ამოდი დროზე სახში და ჩავკეთე კარები და დარჩები ამაღამ გარეთ. დეგენერატი ეგ. აი ხო. ბავშვებო, წავედი აუცილებელი საქმე გამომიჩნდა. კოდე პაპას საფლავი. 16 წელი. კარგი, დაკაც ნუმატირებთ ახლა. გუშინდელის არ იყოს, რაც კი სატირელი ისტორიები იყო, ყველაფერი მოყევით. დი საფლავებზე შევაგროვა კვერცხები თუ აღარ გვინდა. არა, მარიკო, აღარ გინდა უნდა წავიდეთ ხვალ თბილისში, რაც. ვაიმე, სეზამი დეიდა. როდის გარდაიცვალა, კაცო? 1 წელს წინ. ანასტასიას ბანკეტები რა იყო მაშინ მაისში. დედა, რა მოსაუბრე იყო და რა სიტყვა პასუხი იცოდა. ჩამოვიდოდა ხოლმე დილაუთენია, დაგიჯდებოდა, გელაპარაკებოდა, წასვლა აღარ იცოდა საღამომდე. დი ამ საფლავს აწერია ვახტანგი სევასტოპოლის ძე გობრონიძე. ორი გვარი ქონდა? არა, სევასტოპოლი ერქვა მამამის, კაცო, პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა კაცი. ადრე ძალიან მაგარი სახელები ქონდათ. ბებო, კვერცხს არ გადავაგუროთ? შეიტანეთ ხომიც გადავამყურო, მარიკო მიდი შენ ღვინო დაუსხე საფლავზე. როგორ არის მომრავლებული საფლავები, რატომ ნეტა? კვდება ინგა, ხალხი კვდება. რა ვიცი. რა საკეთებ, მარიკო? შეხედე თლიანი 2 ლიტრიანი დაასხა ღვინო საფლავზე. სუდალტო საფლავი რა. როგორ გიყვარდა ღვინო კოტე? მოგიტანა შენ მაშინაში. შეხედეთ ქათამა კვერცხი დადო. ის რა გზეთ? სკინტლი და გილოცობ უკვე ხელებზეც გაგ. აუ შეხედეთ ამ კეთებს რა მაგარი კოჭორი აქვს. რა კაია ისე სოფელი, სიმშვიდე, სიმწვანე, სუფთაჰაერი. დედა, რასუნი მოვარდა, კაცო? მე ზუბლის საღორიდან მოდის მე მგონი, დილით მე შეშფოთებული ვიყავი. ყავის სულმაც ვერ გადაფარა. მე საკათმეში დილითაც ვიყავი. დილაუთენია რა გინდოდა ბიჭო საკათმეში? ისე უბრალოდ არაფერი. სკინტლიანი ხელებით ნუჭამ ბიჭო. უყურე რა. შეხედე ეს კეთები საერთოდ მელოდია. ისეთ მეფს ხო ინერ გამეხობ და ბუბული რო გადაუნერგოთ ამას, უბრალოდ დონორი კეთები უნდა ვიპოვოთ. ის ყავისფერი გამოდგება მე მგონი. ომიდი რამეც გამიჩნდა ზელატოს წინ. აღარ არის ეს ბოლოა, მეტი აღარ მაქვს. რაღა ეკნება გაზი და გუშინ ბავშვებში რაც კი წამოღებული ქონდა. სულელი. შეხედე დონორი მკვერცხი დადო. დონორი სახელი კი არ არის მაგ ქათმის. მე სახელი მეკონა. აი მე ნუ აყაყანეთ, კაცო, მთელი დღე უნდა არ კვეთე ხა საწავიდა ზელატოსი. დილით დავმარე საკათმეში და აღარ დამხვდა. მარტო კაღალდი იყო დარჩენილი.
ალბათ დონორიმ შეჭამა. თან siminti ხო ახლა დიაზეთ შეფუთვას. Olegizia! Olegizia! რა ხდება გაზურა? ბებოჩემა სუფრამზაც არის და გამოვიდესო. დედა ისეთი кейფი გველოდება? აი კენი როკა ჩვენ არის შპალერი გააკეთე დედა. ვაი, სად არის კაცო ეს კაცი? ომარიკო. რა ოლეგიძია? გამოვალო თავის სოლსელოდებოდა ძროხის მოსაწვევად არის წასულიო. აუდით ეხლა მიპოვით ბავშვებმა გზაზე გამახმარი ნეხვები და ანასტასიას ჩაუსაფრდით. სახლიდან რო გამოვიდა დაუშინეთ. გადი ომარიკო ხან უმდები ფეხებში. ლია ნიკოლაძეები სად არიან? მოვალთო მზია მოვალთო. ეგარი რომ მოვლენ. დახტება გადაჭმული ყველაფერი. ლალი ბენგურიძია სად არის? გოგო თამადის გარშე არ დავრჩეთ ეხლა. კი ეს ხაჭაპური შეიძლება ავიღო. დავსხდებით აგერ სუფრაზე და შეჭამ ყველაფერს. არ მინდა სუფრაზე ბავშვებთან უნდა გავიდე. მე ბავშვებთან ხაჭაპურით უნდა გახვიდე? ვაიმე მოდით რა სუფრასთან გაცივდა კაცო ყველაფერი, მოდით. გადაიხეთ ყველაფერი. ენგური აქ შეჭამე იცოდე. შენთვის გავაკეთე. ეს შორენა სადღაა კაცო რო იგვიანებს რა. გამარჯობა. შორენა სიგდუცას დავიწყები ხა გოგო ეხლა ლაპარაკობდი შენზე. რატო შეგაგვიანდა? რა ვიცი გოგო თბილისში ვიყავით ჩასულები ოცნების აქციაზე, ხო? მასშტაბები ჩაგვიყვანეს, ჩამოგვიყვანეს და ჟურნალისტები ისინი ისეთი ამბავი, ვაიმე ისეთი ინტერვიუ მივეცი ჟურნალისტ, ხო იცი ხა ეგეთები არ მეშლება, ხო? ოცნების აქციას მოგცემ შენ. ვაიმე, აივანზე დამჩაქვავები, შორენა შემომატანინა გეხოცები ფეხზე გახარბარემ რა. როცნალი გოგოა შორენა რა. ან მოსლობა იყო ან წასვლა რო გაიქცა. რა ვიცი სარეცხი მაქო და 1000 საქმეო და გაიქცა. კი გაიქცა შენ გააკდი. შეჭამე შენ ეს ხაჭაპური? ისე უყვარს ხო ცხელცხელია თან სულ. დაგეწვა ხო პირი. ღირსი ხარ. ჯამაგრა აკეთებს. მაგრამ ვინ დააბა ეს ცხარი აქ? არ ვიცი მარტოა ეგებ დაიკარგა. დავალოდი თაბა აქ თუ გამოჩდება ვინ. ვიცით რა მაგ წამოხებული? ჩოკობოი. სოკოს ფორმები აქვს და დედაჩემი ჩოკოს ეძახის. მაი ჩვენთან არ იყიდება ნაზიდეიდას ბუდკაში. გამასინჯიებ. ნეტარ მსხვერს რა ქვია? ქედო დავარქვათ. მოდი წყალი და საჭმელი მაინც მევიტანოთ. ომარიკო მიდი შენ გამეიტანე გოშინდელი ხაჭაპური, მე წყალს მევიტა. წესილი უყარაულე შენ. თედოს უნდა ვაჭამო და ორი ნაჭერი ხაჭაპური მინდა. ომარიკო მანდებს დაჭრილი თეფშზე. ეგრე რასაც შეჭამ ხოლმე გარეთ გაუნაწილე მეგობრებსაც, ყოჩახ. თედო არ არის ჩემი მეგობარი. რა ვიცი მაშინ შენ შეჭამე. ვისი ბიჭია თედო? მევიტანე წყალი. მაიტა იქ ხაჭაპური შენ და დაუდგი აგერ ეს. დამეტაკა. რავა მოუვიდა თავში. სუთა მაპნევინა. არ გიგია ის ცხარია თუ გაცხარია ცხარიაო. ცოდო აქ ხარ იქნება მთელი ღამე რო დაღამდება. რატო გააკეთე ეგ მიპასუხე? ტუნე როგა გამოსული არ სოფლის ხაელიშვილის და არც ქალაქის. ბატონო მე არ მიქნიელა შომაცეს ესილიბად. არაფრის ღირსი შენ არა. გადადა ეგ ჩოკოსოკოა თუ რაღაცა. რეკავს მაია რა უპასუხო ეხლა. ხო მაია. ხო. მაგაზი არ ვეჭხუბები ეხლა. ეკლესიის ხარი შესაწირი შეეცვდა და გაუშვეს ტყეში რა. ეძებს ეხლა მთელი სოფელი ხო ბიჭები. მეც ისე დავსაჯე, სამაგალითოდ. კიდე დავკიوارესა, ხო იცი შენ. გამარჯობა, ნაგვის ურნებთან დაკავშირებით ვარ მოსული, განცხადება დაწერეო ასე მირჩიეს. გისმენთ ბატონო სერგო? ერთით დამალოთ ხალ ბატონო. თიახ. კი ბატონო ვიტყვი ჩვენ გოგოებსაც კი. კარგით. ვერ მოგაქციეთ ყურადღება ბოდიში გისმენთ. მოკლედ კორპუსთან გჭირდება ორი ნაგვის ურნის დამატება. თორე ვეღარ ვატებ უკვე კაცო ნაგავს შიგნით და მე კორპუსის თავმჯდომარე ვარ და განცხადებაც მოვიტანე აგერ. რიგის ნომერი აღებული გაქვთ? არა, აიღეთ აუცილებლად გეხოცები და ისე დაბრუნდით რა ვერ გავატარებ. კარგით. თეო. გოგო, იმანდარიკა სერგომ ჩვენმა უფროსმა 29-ში რაღაც აქციაო და იქ უნდა იყოთ ყველანი ერთი კაცი არ აკლდეითო. გოგო, რუსთავილზეა აქცია, რა ნაძალადებთან წასვლა გეზარება? ნაძალადევად წასვლა. ხო, მეც ეგრე ვარ. მოგწანდით. მოვედი კიდე. მოკლედ გავივსეთ ნაგვით და უნდა გვიშველოთ რაღაცა რა. ჩვენ მერია ვართ, ხალბატონო, მაგნაგავს ოქტომბერში ეშველება არჩევნებზე. თუ თქვენ ნაგვის ურნებზე ხართ, ხო? მაპარია ცოტა სხვა ნაგავზე წავედი.
კარგი იყო. აი მოკლედ აი ეს განცხადება და იქნებ ორი ნაგვის უნდა გამოგვიყოთ, რა თორე რაც არის უკვე იმაში კატები ცხოვრობენ ოჯახებით. აჰა, გავატაროთ აბა ეს განცხადება. აი მან ორგან მომიწერეთ ხელი და 5 წუთი დამელოდეთ ზუსტად. აჰა, მოვედი. აქაც ხელი მოვაწერო. 1 წუთით. და აღარ წერს ეს კალ. აჰა, 1 და მეორე ხელმოწერაც. აჰა, თქვენი განცხადებაც მიღებულია, ქალბატონო. 2 კვირაში იქნება პასუხი და ტელეფონით დაგიკავშირდებიან. აჰა, 2 კვირაში კი იმშობიარებს ის ორსული კატა. გამრავლდები. მოდი 3 ურნა იყოს რა. 2-ის მაგივრ, ხო? ანასტასია, გაემზადე მალე სოფელში მივდივართ. დერამდე დღით მივდივართ. 1 კვირი თომარიკო. აღდგომების მერე ჩამოვალთ სწავლა რო დაიწყება. გამოდი გოგო, შენ კიდე ოთახიდან გამოეტიე. გაემზადე? კი სატენი ჩავდი. დასაცმელებიც. ომარიკო ეს პარკები მომაქმე. და ცუდად თუ გახდები, იცოდე და მოგაწვდი. ფანჯარა შაღარაილიო გული იწოდე. ხო, შაშან თქვენ უკან მიჯექი. და წილვაერია მას. გული უკან ჩემპანჯარაზე იყო მოკრული ზეთის ხილები და პამიდრები. აუ, ეგ დიდუბეში რა პიცა ვჭამე, ამჟავებული იყო და მაგიტო. ვირი გძენი მე მშავი რო იყო? არ ვიცი, მე მგონია რომ ეგეთი გემო უნდა ქონოდა. ვერ არის. ამშავებული რამ გაჭამა, ბიჭო? რამ აჭამა და შენ? რო იუბდებოდი ფული მაგადახდელი ბოლომდე შეჭამეო. რამდენს ლაპარაკობენ ესე? წამოდით ხა გამოადგით ფეხი რა. ომარიკო, ხო არ გინდა ბანანი კიდე? რამ დიდი ბანანი იყიდე? ღვანკიჩი მიდიხარ, ტროპიკებში კი არა. შენ კიდე რა გჭირს, რამდენი ბანანი უნდა შეჭამო, ხამი ვიტყვი იქცევი. აღარ მინდა. აუ, ჯემი მგონი გული მერეო. ომარიკო, ეს პარკი გამომაქმე მოდი. მოშავდი ფანჯარას. უყურე რა. ისევ ჩემ ფანჯარაზე აერია გული. მოხოთ ამჯერად ხილის ასორტი შემოგთავაზა.